ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანზე პირველი შთაბეჭდილება 30 წამის განმავლობაში გექმნება. დროის ამ უმოკლეს პერიოდში ჩვენ ვაფასებთ ამ ადამიანის ზოგად გარეგნობას, ფიგურას და რაც მთავარია, ღიმილს. ლამაზი და თავდაჯერებული ღიმილის მქონე ადამიანი თურმე მაშინვე დადებითად განაწყობს თანამოსაუბრეს. ჩემო კოტე ზუსტად ეს არის იმის მიზეზი, რომ ადამიანები 1000 გვარ ხერხს მიმართავენ იმისთვის, რომ ლამაზი ღიმილი ქონდეთ. გაიღიმე კამერაში? ისე ეჭვმაქვს, რომ ღიმილის გალამაზება და გაჯანსაღება ახლა ყველაზე აქტუალური თემაა. ამდენი გოზინაყის და ტკბილეულის მერე მაინც და მაინც საამაყო ღიმილი არ ამგონია, რომ ბევრი შემორჩენოდეს ქვეყანაში. პირველი ვინ გახსენდებათ ლამაზ ღიმილზე, ნინო? ტომ კრუსი. ტომ კრუსს გოზინაყი არ უყვარს, გიცნო. ჩურჩხელაზეა ძირითადად. დიდი ბები აყავს კახეთიდან და გზავნიან. ისე სერიოზულად თუ ვისაუბრებთ, ალბათ არავის გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ტომ კრუზის დიდი თეთრი ლამაზი ღიმილის საიდუმლო სულაც არ არის ის, რომ მას არ უყვარს გოზინაყი და მხოლოდ ჩურჩხელაზეა. ტომ კრუზი ერთ-ერთია იმ უამრავ ცნობილ ადამიანს შორის, რომლებმაც თვალის მომჭრელ ღიმილს ესთეტიკური სტომატოლოგიის საშუალებით მიაღწიეს. სინამდვილეში დათო მე მოვიტყუე. რატო? იმიტომ რომ პირველი ვინც მახსენდება ლამაზ ღიმილზე ეს ხარ შენ. ოპროზი და დათომობა. ეს უნდა გეთქვა რა. ესე იგი მეგობრებო, ტომ კრუზის ლამაზი ღიმილის საიდუმლო უკვე ამოხსნილია და რაც მთავარია დღეს უკვე თბილისშიც ხელმისაწვდომია. მიესალმეთ ჩვენს სტუმარს, ტომ კრუზი. სინამდვილეში ჩვენი სტუმარია კლინიკა მედის სტომატოლოგიური განყოფილების უფროსი ნატა ხარატიშვილი. გამიღიმეთ, ხტავძანთ. რა თქმა უნდა, ბახმაროს წყალს შემოგთავაზებთ. აქვე ექიმების ეთერში ავხადოთ ფარდა ჰოლივუდის ღიმილის საიდუმლოს. დიახ, ამ ვარსკვლავური ღიმილის მიზეზი გახლავთ უნიკალური სტომატოლოგიური რობოტი ცერეკი და გეტყვით საიდუმლოს, რომ არა მხოლოდ ტომ კრუზის ღიმილია კომპიუტერულად დამუშავებული, არამედ ბევრი სხვა სელებრიტის და მათი ღიმილიც ცერეკის ქმნილებაა. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ესენი ეკრანზე. აბა ჰოლივუდის ვარსკვლავი დააკრეჭეთ კბილები. ცერეკი გახლავთ სტომატოლოგიური რობოტის სისტემა, რომელიც გვაძლევს საშუალებას კბილის პროტეზირება და აღდგენა მოვახდინოთ ერთ ვიზიტში. ანუ იმავე დღეს პაციენტი გადის კლინიკიდან მზა კონსტრუქციით და უკვე შეცვლილი ღიმილით. ასეთი მეთოდით დამზადებული კონსტრუქციები განსხვავდება ძალიან მაღალი სიზუსტით. ეს ტექნოლოგია ითვალისწინებს კბილის ქსოვილის მინიმალურ ტრავმას და ჩვენ გვაქვს საშუალება ცოცხალი შევინარჩუნოთ კბილი. რა პერიოდი ჭირდება ამ ყველაფრის გაკეთებას და ჭირდება თუ არა ამ ყველაფრის ანესთეზია, მტკივნეულია პროცედურა. როდესაც მუშაობ ცოცხალ კბილზე, რა თქმა უნდა, ეს საჭიროებს ანესთეზიას. რაც შეეხება ვადებს, ეს კიდევ ერთი უპირატესობა არის ამ ტექნოლოგიის. დამზადება კონსტრუქციის ხდება მინიმალურ ვადებში, ანუ ერთ ვიზიტში, ერთ დღეში. შეიძლება შეხვიდე კლინიკაში, გამოხვიდე, გაიღიმო და იყო ტომ კრუზი? ანუ დაახლოებით. რამდენიმე დღის წინ გოზინაყის ჭამის დროს ჩამოვდგა წინა ორი კბილი, რაც ჩემთვის ძალიან დიდი პრობლემა იყო, რადგანაც ლამაზი ღიმილი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ამ პრობლემით მივმართა კლინიკა მედის, სადაც აღმოჩნდა, რომ ეს პრობლემა ერთ დღეში მომიგვარდება. ადგილი გვაქვს როგორც ფერის, ესე ფორმის პრობლემასთან. ფერის, იმიტომ რომ ადრე არსებული ბჟენები უკვე ფერშეცვლილია, დროთა განმავლობაში ფორმის, იმიტომ რომ რაღაც ტრამვის შედეგად მოხდა ჩამოტეხვა. ორი კბილის მაგივრად ჩვენ დავგეგმეთ პაციენტთან ერთად გაკეთდეს ასევე მესამე კბილი, ვინაიდან გვაქვს დგომის ანომალია კბილის. ცერეკის ტექნოლოგიით ვაკეთებთ, ეს არის ციფრული ტექნოლოგია, რომელიც აბსოლუტურად უმტკივნეულოდ ერთ ვიზიტში, ერთ დღეში გვაძლევს საშუალებას კომპიუტერული ციფრული ტექნოლოგიით დავამზადოთ კბილები. ცერეკის ტექნოლოგია მოიცავს შემდეგ ეტაპებს. პირველი ეს არის სკანირება, ეს არის ტრადიციული ანაბეჭდის ნაცვლად ციფრული სკანირება 3D ფორმატით. შემდეგი ეტაპი ეს არის მოდელირება, პაციენტთან ერთად განვიხილავთ მიღებულ შედეგებს, ავახდენთ კორექტირებას. მესამე ეტაპი ეს არის უკვე ფრეზირება, ანუ გამოჩარქვა სპეციალურ დაზგაში, რომელშიც ვიღებთ კერამიკულ საბოლოო რესტავრაციებს. შემდეგი ეტაპი კი არის ეს მაღალ ტემპერატურაზე ღუმელში მოთავსება და არსებული კონსტრუქციების დამუშავება. და მთელი ეს პროცედურა მოიცავს 2-დან 3 საათამდე პერიოდს.
ძალიან ლამაზი ღიმილი გაქვს. მადლობა. მართლა კარგად გამოიყურები, მაგრამ მაინტერესებს შენი წარმოდგენა თუ გაამართლა. ის არის, რასაც ელოდი? ძალიან კმაყოფილი ვარ, ზუსტად ის არის, რა შედეგიც მინდოდა რომ მიმეყო და ისე მომეწონა რომ გადავწყვიტე რომ ქვედაკბილებით აუცილებლად გავიკეთო ამ პროცედურით. რაც ჩემ ანატომიას მოერგება, წინასწარ ექიმის შემოთანხმა რჩევაც მომცა და მე როგორც მინდოდა შევთანხმდით და ისეთი გამოვიდა. ან რა მოდელზე ეს ნანახი გქონდა? ქონდა ნანახი და ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც იყო მოდელზე. რამდენი ხანი გავიდა პროცედურის მერე? პროცედურის მერე ერთი კვირა. რაიმე ეგზალება ვთქვათ ახლა ჩვენ სტუმარს ან ბუნებრივ კბილზე ძლიერია ეს თავისთავად. იგივე მეტალოკერამიკის კონსტრუქცია გამოცდილება გვაქვს რომ 10-15-20 წელი გვემსახურება მისი კერამიკა ზედაფენა 120 მეგაპასკალი, ანუ ეს 4-ჯერ უფრო მეტია. თან არ არის ფენოვანი ერთიანია ეს კონსტრუქცია. არ იცვითება, არ იცვლის ფერს, ყარი ესთეტიური შედეგი გვაქვს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ასეთი კბილები არის ჯამთელი, ლამაზი და მტკიცე. კიდე რა უპირატესობები აქვს, კიდე რა სიკეთე აქვს ამ მეთოდს? პირველ რიგში ეს არის ციფრული ანაბეჭდი და მაღალი სიზუსტე კონსტრუქციის. ეს არის კომპიუტერული მოდელირება და შესაბამისად მაღალი ანატომიური შესატყვისობა. ეს არის მდგრადი და მაღალი ესთეტიური შედეგი, დროის ფაქტორი, მაქსიმალური დაზოგვა დროის და მინიმალური კბილის ქსოვილის ტრავმა, მინიმალური დამუშავება, ცოცხალ კბილზე ვმუშაობ და მინაჩვენებთ კბილს ცოცხალს. ეს ძალიან კარგია პროფესიონალისგან მოსმენილი, მაგრამ პაციენტს მინდა უკითხო, ერთი კვირაა გასული და დამერწმუნეთ, რომ ძალიან მაგარი სიზუსტით ახსოვს ყველა ის დისკომფორტი და ტკივილი, რაც გადაიტანა და მოგვიყევი ორი სიტყვით თუ შეგიძლია. ეს პროცედურა იყო აბსოლუტურად უმკურნალო და რაც თავარია და ჩემთვის ძალიან დიდი კომფორტი იყო, ძალიან მოკლე დროში გაკეთდა, სულ რამდენიმე საათში გამიკეთეს 3 კბილი. ძალიან კარგი. რა გიგრძალეს? ყვება, დალევა, იმ დღეს ამიგრძალეს მარტო ყავა, ჩაი. მხოლოდ იმ დღეს. იმ დღეს მარტო. როგორ მოიხმარ ახლა შენ, როგორ ფიქრობ? ძალიან კარგად. განსხვავებას გრძნობ ბუნებრივს და არა, ვერ გრძნობ. ერთი რომ გაგვიღიმე ერთი. ძალიან დიდი მადლობა რომ ესეთი არაჩვეულებრივი მეთოდი გაგვაცანით ამ სასწაულმოქმედი რობოტის მიერ ჩადენილი. ძალიან მიხარია რომ ეს არის ქართველი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი და ტომ კრუზი და ჰოლივუდი აუცილებელი აღარ არის იმისთვის რომ კონდეს ესეთი ღიმილი. ტომ, გილოცავთ შობა ახალ წელს, თქვენ პირველ რიგში რა თქმა უნდა, იყავით ჯანმრთელები, ბედნიერები, ლამაზები და გავიღიმოთ ყველა მერქად.